მე ვფიქრობ, რომ მე რომ ავდგე და ყველაფრის გასაჯაროება, რაც ძირითადი გასაჯაროებული მაქვს, შეიძლება აქ იყოს საუბარი 2-3 ინფორმაციაზე, რომელიც მას განსაკუთრებით აღელვებთ. მე არ ვიცი ხვალციხეში რას მიზავენ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ გავლილი გვაქვს საქართველოს გარეთ, არაერთ გავლენიან, თქვათ, ინფორმაციის გამორჩევებელ ადამიანებთანაც, ნაწილობრივ, თქვათ, გარკვეულ დიპლომატიური სტატუსის მქონე ადამიანებთანაც, იმიტომ რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გვავიცეს, რომ ჩვენ ვართ რუსული დიქტატურის პირობებში, სადაც გამორიცხული არაფერი არ არის. მე არ მინდა ვიყო პირველი მსხვერპლი, როგორც ვლადიმერ პუტინის ჩვევია და ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე. თუმცა ასეთი მძიმე მუხარებია? არის და ჩვენ ამის კიდე სხვა ინფორმაცია გვაქვს, რასაც აპირებენ ციხეთ ჩვენთან დაკავშირებით და მე მინდა რომ ეს რაღაცნაირად საზოგადოება მიცოდეს, იმიტომ რომ ციხეზე ვილაპარაკებთ, მაგრამ აი დავაზუსტოთ თქვენ რა სახის მტკიცებულებები გაქვთ კიდევ რაც არ გამოგიქვეყნებიათ. საკმაოდ მყარი და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს არის ჩანაწერები, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებია, ძირითადად აუდიო ჩანაწერებია და აქ არის დოკუმენტაციაზე საუბარი, რომელიც მათ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, საიდან შეიძლებოდა ეს დოკუმენტაცია ჩემ ხელში მოხვედრილი იყო და ვერც ვერასოდეს წარმოიდგენენ. თუმცა ის რაც ხდება ჩვენ თავს ბოლო 3 დღეა, ეს არ არის სტანდარტული დევნის ოპერაცია. ეს გახლავთ წარმოიდგინეთ 80 მანქანა ხალხნო და 110 ადამიანი ყავს იდენტიფიცირებული 48 საათში. ეს მე მიჩენს სხვა რაღაცის ეჭვს, მათ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, მათ აქვს ეჭვები, რა შეიძლება იყოს ეს და აქედან გამომდინარე, ეხლა წარმოიდგინეთ, ეს რო იყოს სტანდარტული მიყურადების ოპერაცია. მოგიტომ არ ამბობთ რა გაქვთ? ნუ აი ხო გეუბნებით რა, მე სხვა არაფერი დამჩენია ელისო, რომ რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში თუ მოხდება ისე რომ ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში სიცოცხლეს მომისწრაფებენ უახლოეს 1 საათში ეს ინფორმაცია არა მარტო საქართველოში, ჯერ საზღვარგარეთ და შემდეგ საქართველოში გახდება ცნობილი. გადაცემული გაქვს ადმინისტრაციისთვის რა პერიოდს? თუ მე შემექმნა რაიმე ისეთი საფრთხე, რომელიც თქვა ჩემს სიცოცხლეს უკავშირდება. გამოქვეყნებას მე ვიცი, პირდაპირ გეტყვით გურა, მე ხა დაიწყება ჩემი ციხეში მოხვედრისას, იქ მათ ვერსად ვერ გავექცევი. რაჩიაშვილმა თქვა მაგალითად რომ დაიმუქნენ გაჭყლეტით. კი, ანუ ჩემ შემთხვევაში ეს გაჭყლეტვა ჩემი ვარაუდით იქნება სხვა ტიპის. მათ მე იქიდან ვერსად ვერ გავექცევი, ხა იქ დაიწყება ჩემი ასე ვთქვათ ზეწოლის სხვა ფორმები დაკითხვა თუ რა ინფორმაციაზე საუბარი, შემდეგ აწონდაწონიან ამას და აი იქ ვფიქრობ რომ წავა უკვე იძულებითი რაღაცა ვაჭრობა ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს რატომ არ აქვეყნებთ ამ ჩანაწერებს? იმიტომ რომ ხო გეუბნებით, მე ეს რომ გავაკეთო, მათ ხელში უკვე ანუ ფაქტიურად ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, რაც თქვათ ჩემ უსაფრთხოებას არაფერი აღარ გაამხატა. ანუ თავდაცვის მექანიზმია ეს რა თქმა უნდა, ერთგვარად ეს თავდაცვის მექანიზმიც არა, თქვენ როგორ გონიათ, რომ წელიწად ნახევარია ეხა ამ რუს დიქტატორს ამდენ რაღაცაში ამხელ და ესე გირაოს პირობებში მშვიდად გაძლევენ ყოფლის საშუალებას, გამორიცხულია, მათ გადასარევად იცოდნენ, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებოდით მარტო ამ ხილებით. მათ რეალურად შეცდომებს სად დაუშვეს, რომ როდესაც აი ეს ადამიანები გაგვაცნეს, იმიტომ რომ შემდეგ უნდა მოეცათ პირადი დავალებები მათ ამ მიმართებაში, მათ ვერ დაუშვეს, რომ იმდენად მჭიდრო იქნებოდა ეს რაღაცნაირად ჩვენი ურთიერთობა და ვერ შეაფასეს ჩემი გამოცდილება, რომელიც 10 წელია მაქვს ამ ტიპის ადამიანთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ამ ბიზნესში, რომელსაც მე ვემსახურებოდი, ხო, ჩვენ ძალიან სოლიდური პორტფოლიო ჰქონდა და დაახლოებით ვიცოდი ამ ტიპის ადამიანების ხასიათი. ამიტომ როდესაც მივხვდი დავალებების ხასიათიდან გამომდინარე, ისინი რას სადამდე შეიძლება წასულიყვნენ, მე მომენტალურად დავიწყე რაღაცების დაარქივება. ეს ბიძინა ივანიშვილს ეხება პირადად? ბიძინა ივანიშვილს და მის თქვათ არაერთ თქვათ ერთი შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ის გახლავთ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ორი შემთხვევაში ფაქტი არ მაქვს, მაგრამ ესე თქვათ ზეპირად ვიცი, რომ ეს ინც ჩართული არიან ამ ამბავში. ეს ჩანაწერები რას ეხება? ჩანაწერები ეხება ჩვენ ქვეყანას, ჩანაწერები ეხება იმას, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ, რაც მათ ბევრად წინასწარ იცოდნენ სრული დეტალიზაციით, თუ რა როგორ განვითარდებოდა. ჩანაწერები ეხება ჯერ კიდე 1 წლის წინ, სადაც
ისინი საუბრობენ ოფშორის კანონზე, რომელიც ჯერ იდეაში არ არსებობდა და ვთქვათ, ბევრი ყოველ შემთხვევაში იმას, რაც დღეს ხდება, ძალიან აეხტება. ანუ კულისებში რაც ხდებოდა, მოლაპარაკებები, განხილვები, დაგეგმვა ასე ვთქვათ, ეს პროცესია ასახული, სატელეფონო ჩანაწერებია. არის სატელეფონო ჩანაწერებიც და არის სხვა ტიპის ჩანაწერებიც, მაგალითად, რამდენიმე შეხვედრას კიდევ არესტრებოდა ერთი ადამიანი და მე არ ვიცი